ირანი განაგრძობს იმის გამეორებას, რომ მისი ბირთვული პროგრამა უსაფრთხოა და იმისკენ არის მიმართული, რომ ქვეყანამ თავი მეტად თავდაჯერებულად იგრძნოს. დაგმობისა და კრიტიკული სიტყვების მიუხედავად, ირანი განაგრძობს ურანიუმის იმ პროცენტამდე გამდიდრებას, რომლის გამოყენებაც ანალიტიკოსების აზრით ბომბის დასამზადებლად შეიძლება. ჩვენ განვაგრძობთ იმის აღიარებას, რომ ირანს მშვიდობიანი ურანიუმის წარმოების უფლება აქვს, მაგრამ ამას მოსდევს ღრმა პასუხისმგებლობა, რათა გარანტია მიეცეს მთელ საერთაშორისო საზოგადოებას მის პროგრამის ექსკლუზიურად მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენებაში. ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უილიამ ბარნსმა ახლახან სენატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტს მიმართა. სენატს უნდოდა გაეგო აქვს თუ არა აზრი სანქციებს ირანის წინააღმდეგ, როდესაც გასულმა სანქციებმა ირანის მიერ ბირთვული იარაღის განვითარება არ შეანელა. ვფიქრობ, ჩვენ ლომივით ვიღრინებით, მაგრამ ლეკვივით ვიკბინებით. ვიცით, რომ ეს სიტუაცია მანამდეც ყოფილა, მაგრამ არაფერი შეცვლილა. მაგრამ სტუარტ ლევი, ამერიკის ხაზინის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ამბობს, რომ ირანის მიმართ გაეროს სანქციები იმაზე დაარტყამს, რაც ყველაზე მტკივნეულია ჯიბეზე. საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დაწესებულმა სანქციებმა ბევრ კერძო კომპანიას ირანთან ბიზნეს კავშირის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ყველაფერი ეს უფლებას აძლევს ამერიკელ მოქალაქეებს და სხვებს მსოფლიოს გარშემო, ვინც ირანის მთავრობასთან ურთიერთობის გაწყვეტის არჩევანს აკეთებს, რომ თავი დაიცვან და ირანთან ბიზნეს საქმიანობა საერთოდ შეწყვიტონ. ლევის თქმით, ამას დამატებული გაეროს სანქციები, რომლებიც ირანის რევოლუციურ გუშაგთა მთავრობისთვის აქტივების გაყინვას გულისხმობს, ირანის შემდგომ ფინანსურ და ეკონომიკურ იზოლირებას განაპირობებს. სენატში მოსმენების ჩატარება დემოკრატებისა და რესპუბლიკელების მხრიდან ერთგვარი მოწოდება იყო პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის მიმართ, რომ ხარი დაუჭირონ კანონპროექტს, რომელიც ირანის მიმართ სანქციებს კიდევ უფრო გაამკაცრებს. კენჭისხრა ამ კანონპროექტზე უახლოეს მომავალში იგეგმება. ირინა ცერცვაძე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.